ბაკურ კვაშჩულავასთან ვიწყებთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას. ბატონო ბაკურ საღამოშიდობის მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. საღამოშიდობისა დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე დასავლეთის კიდევ უფრო გამკაცრებული რიტორიკითა და გზავნილებით როგორ გესახებათ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების და საპასუხო რეაქციების ფონზე დასავლეთთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვა, რისი მოლოდინიც მმართველ გუნდს აქვს. მე მგონია რომ აქ თავარი გამოწვევა არის თვითონ მმართველი გუნდის დამოკიდებულება დასავლეთის მიმართ, ევროკავშირის მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ, იმიტომ რომ ნათელია რომ ორივე ეს დიდი, ასე ვთქვათ, მოთამაშე სოფლიო არენაზე ყველანაირად ცდილობს რომ ის სანქციები, რომელიც აქამდე გამოცხადა და ის სანქციები, რომელიც იგეგმება, იყოს მაქსიმალურად მიმართული კონკრეტული პიროვნებების მიმართ, რომლებიც ქართულ ოცნებას წარმოადგენენ და არ შეეხოს ქართველ ხალხს. ეს არის ძალიან იშვიათი მოვლენა. როგორც წესი, აი თუ გავიხსენებთ ჩვენ დასავლეთის დაპირისპირებას ისეთ ავტორიტარულ რეჟიმებთან, როგორიც იყო თქვათ ერაყი, ხო 90-იან წლებში, იქ როდესაც სანქციებზე იყო საუბარი, არ იყო ასეთი გარჩევა. ანუ პირდაპირ მთელ ქვეყანას უწესდებოდა სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ თქვა დიდი ნაწილი შესაძლოა ყოფილიყო იმ ავტორიტარი მმართველის წინააღმდეგ. იგივე ირანის შემთხვევაში, თუ გახსოვთ, აი ძალიან დიდი დემონსტრაციები, როდესაც იყო და სისხლით ჩაახშო ხელისუფლებამ, ეს გამოსვლები, ამ დროს სანქციები გავრცელდა მთლიანად ქვეყანაზე და არა ვთქვათ მის ლიდერებზე. აქედან გამომდინარე, ნათლად უნდა დავინახოთ ის, რომ დასავლეთი ყველანაირად ცდილობს საქართველოს მთლიანად დააბრუნოს ევროპულ ორბიტაზე და სამწუხაროდ ხედავს იმას, რომ ამის ერთადერთი ხელისშემშლელი დღეს არის ქართული ოცნება. მაგრამ როგორც თქვი, ის ფაქტი, რომ ეს სანქციები მაქსიმალურად არ ეხება, აი მაგალითად იყო საუბარი, რომ გაგვიუქმებენ ვიზა ლიბერალიზაციას. არ მოხდა ასე, იმიტომ რომ დასავლეთმა გაიაზრა, რომ ეს იქნებოდა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სანქცია. შემოვიდა სხვა ტიპის სანქციები, როგორც შეეხებოდა დიპლომატიურ პასპორტებს, კონკრეტულ ადამიანებს. თუმცა დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრისგან იყო განცხადება და მათ შორის არ გამორიცხა, რომ შესაძლოა სავიზო რეჟიმის გაუქმებამდეც კი მივიდეს პროცესი. ასეთი იყო მისი დღევანდელი გზა. კი, აი ხო ხედავთ, რომ აი მხოლოდ ერთი ქვეყნის წარმომადგენელმა განაცხადა ეს, მაშინ როდესაც აი სხვა შემთხვევებში ასეთი რამ უკვე დამდგარი ფაქტი იქნებოდა. ეს არის ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა გავიაზროთ, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ რა სურს დასავლეთ საქართველოსგან. ახლა ძალიან მარტივად თუ შევხედავთ და გავამარტივებთ საკითხს, შეიძლება ესეც ვთქვათ, რომ დასავლეთ სურს, რომ საქართველოს მთავრობამ დაიცვას ის 78 მუხლი კონსტიტუციის, რომელიც თავისივე ინიციატივით ჩაწერა, ხომ ეს გარდამავალი ვალდებულება, რომელიც არის, რომ საქართველოს მთავარი მისია არის, რომ გაწევრიანდეს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. და აი ამისთვის ქმნის იმ мотивაციას, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღოს და მმართველმა გუნდმა, ქართულმა ოცნებამ მიიღოს ისეთი პოზიცია, რომ დაინახოს მეორე მხარეს არსებული ხალხი და რომ ეს ხალხი არის 70%, რომელიც თვლის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება უნდა იყოს საქართველოს პრიორიტეტი. და აი ამის sapassukhot, ხომ, რა ნაბიჯებიც გადადგა ქართულმა ოცნებამ და რამაც მიმდინარე კრიზისი გამოიწვია, ხომ, როგორც იცით იმ განცხადებამ ჩვენ წყვეთ ყველანაირ მოლაპარაკებას 2028 წლამდე, ბუნებრივია რომ არ ჯდება აი მისწრაფებებში, რომელიც აქვს ქართულ ხალხს და რომელიც აქვს ევროპას, რომელიც აი სწორედ ამ ბოლო წლების განმავლობაში საბოლოოდ დარწმუნდა იმაში, რომ საქართველო ნამდვილად არის ევროპული ქვეყანა, ევროპული ცივილიზაციის წევრი და რომ ამ ოჯახში სრულფასოვანი გაწევრიანება არის არა მარტო ქართველი ხალხის ახლანდელი განწყობის, ასე ვთქვათ, შედეგი და მანიშნებელი, არამედ ჩვენი ისტორიული მისიის განხორციელების რეალური შანსი. და ძალიან საწყენია, რომ უბრალოდ იმიტომ, რომ ევროკავშირი ითხოვს დემოკრატიული რეფორმების გატარებას, თანასწორი კონკურენტული პოლიტიკური გარემოს შექმნას, რაც ქმნის აი იცით რა, აი დემოკრატიის ერთ-ერთი ამოსავალი წერტილი რა არის. დემოკრატია ნიშნავს იმას, რომ გაურკვევლობა არის ცხოვრების ნაწილი. გაურკვევლობა იმ გაგებით, რომ შენ არ იცი ხელისუფლებაში დარჩები თუ არა, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ატარებ. აი ეს გაურკვევლობა არის ის, რომელიც სამწუხაროდ ვერც ერთმა ხელისუფლებამ და მათ შორის ახლანდელმა
ვერ მიიღო ვერ აიღო ეს რისკი საკუთარ თავზე. ვერ აიღო ეს რისკი საკუთარ თავზე, რომ შენ რომ დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა გერქვას, უნდა იყო იმისთვის მზად, რომ რაც არ უნდა სწორად გრძნობდე თავს, რომ სწორი გზით მიყავს ქვეყანა, თუ კი ხალხმა გადაგირჩია, უნდა წახვიდე. აი ეს არის და ეს როდესაც ევროკავშირის რეკომენდაციები მოდის, ეხლა ეს 9 იქნება, 8 იქნება თუ 9, ხო ეხლა როგორც არის ამ შემთხვევაში მოცემული, ძირითადად თუ დავაკვირდებით ეხება იმას, რომ შეიქმნას თანასწორი პოლიტიკური გარემო თავისუფალი კონკურენციისთვის, რომელიც საშუალებას მისცემს ყველა ძალას, რომ თავისი პროდუქტი, აი თავისი მე ვიტყოდი ხედვა შესთავაზოს მოსახლეობას და ამ მოსახლეობამ მერე უკვე აირჩიოს, ან გადაირჩიოს ის ხელისუფლება, რომელიც ამ წუთში ყავს და საერთო შეფასებით ნათელია, რომ ეს ასე არ არის და საქართველოს ამიტომ ვერ მიდის სწორ გზაზე. ახალი არჩევნების მოთხოვნა ჩაიწერა იმ რეზოლუციაში, რომელსაც ხვალ უნდა უყარონ კენჭი და 5 პოლიტიკურმა ჯგუფმა შეაჯერა საკუთარი პოზიციები, მათ ჰქონდათ საკუთარი ვერსიები და ტექსტები რეზოლუციების, ხომ? ანალოგიური მოთხოვნა არის იმ საპროტესტო აქციებისაც, რომელიც მიმდინარეობს 77 დღეა ქვეყანაში. ჩვენ მეორე მხრივ ხედავთ მართველი გუნდის მისგვის გზავნილები იმის შესახებ, რომ ხელისუფლება ყველა მწვავე განცხადებასა თუ გზავნილს და მათ შორის თქვა სანქციების თუ ფინანსური პროგრამების შეჩერებით კონკრეტულ ქმედებებსა და ზომებს განიხილავს მეორე ფრონტის გახსნაზე უარის მოტივით და ყველა ასეთი ტიპის განცხადებას აღიქვამს და მიიჩნევს როგორც თქვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და ხელისუფლების შეცვლის მცდელობად. შესაბამისად, სწორედ აი ამ გზავნილების და მართველი გუნდის აი ამ პოზიციების ფონზე რა შედეგი შეიძლება მოიტანოს თუნდაც აი ასეთმა გაძლიერებულმა საერთაშორისო წნეხმა და ზეწოლამ იგივე სასანქციო პოლიტიკის გამკაცრების გზით. ექნება კი ამ ყველაფერს რაიმე შედეგი, თქვენი პროგნოზი როგორია? ჩვენ გვაქვს ახლა უნიკალური სიტუაცია, რომელიც აი მხედრიონის მერე არ ყოფილა, როდესაც თავისუფალი სამყაროს, ანუ აი დემოკრატიული სამყაროს 90%-მა ფაქტობრივად არ აღიარა ჩატარებული არჩევნები. აი 2003 წლის არჩევნებიც კი მხოლოდ პოსტფაქტუმ არ აღიარეს მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა. ახლა გვაქვს ჩვენ რეალურად აი ეს ასე ვთქვათ შეკრება, ეს 88 კაციანი, რომელსაც პარლამენტს ეძახის ქართული ოცნება, მაგრამ ესეთი ნაკლული პარლამენტი არასოდეს არ ყოფილა. არ გქონია ასევე ასეთი განგრძობითი პროცესი, არ გქონია ასეთი გამოწვევა საქართველოს ისტორიულ მისიასთან მიმართებაში. ერთი რამ, რაც ნათელია, ეს არის რომ დიალოგი, ამის აღიარება, როგორც ეს არის მე ვიტყოდი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კრიზისი, რომელიც კი რომელიმე ხელისუფლებას ჰქონია, არის ალბათ ის პირველი ნაბიჯი, რომელიც პირველ რიგში მთავრობამ უნდა გადადგას. ამის საპირისპიროდ ჩვენ ვხედავთ აი ესეთ განცხადებებს, რომელიც მიმართულია მე ვიტყოდი თვითონ შიდა პარტიული აუდიტორიისთვის, ანუ იმისთვის, რომ ჩვენ არ გავტყდებით და აი ვინ უფრო მტკიცედ იტყვის იმას. დიალოგის შეთავაზება იყო, თუმცა ახალგაზრდების. გაჩნია როგორ, ხო, ახალგაზრდების და ასე ვთქვათ. ხო, მაგრამ აი ნახეთ როგორია, აი მტკიცე განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აი ხო ხედავთ სანქციები არ გვაწუხებს, ასე შემდეგ, რომელიც კიდევ უფრო ვთქვათ მიმართულია იმისკენ, რომ თავისი გუნდის კონსოლიდაცია მოხდეს, ან იმ კონკრეტული დეპუტატის დაფასება მოხდეს პარტიაში, რომ აი ხედავ რა კარგად გამოვიდა და როგორ მტკიცედ თქვა, რომ საერთოდ არ შევირყევით. ეს არ არის ჩემი აზრით ის გამოსავალი, რომელიც ქვეყანას სჭირდება, ხომ? ანუ ერთი არის, რომ შეიძლება რა არის შენთვის კარგი კარიერულად და მეორეა, რომ აღიქვა ის, რომ გამოწვევა გაქვს. ქვეყანას გამოწვევა გაქვს უნიკალური ტიპის, ისეთი ტიპის კრიზისი, რომელიც არ დამდგარა უკვე დიდი ხანია ქვეყანაში და ამას სჭირდება თვალის გასწორება და შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც საბოლოო ჯამში გამოადგება ჩვენს ქვეყანას და მის ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისი ნაბიჯები უნდა იყოს ის, რომ მართლა საუბარი იმაზე, რომ როდის შეიძლება ჩატარდეს ეს ახალი არჩევნები, რიგ გარეშე არჩევნები, რა ფორმით მოხდეს ამის გაკეთება, რომ ერთხელ და სამუდამოდ, აი განსხვავებით თუნდაც იმ ქვეყნებისგან, რომელსაც ჩვენ ვამბობთ, რა გნებავთ უნგრეთი იყოს ან პოლონეთი, რომელსაც დემოკრატიული გამოწვევები ჰქონდა, ხო? რომ მოსახლეობის 80%-მა დაიჯეროს ის, რომ არჩევნები ჩატარდა ნამდვილად სამართლიანად, რომ ეს იყო ფარული კენჭისყრა და დადგა ის შედეგი, რომელიც დადგა. ეს იმ ფონზე თან წარმოიდგინეთ, რომ
აი საქართველოში ყოველთვის ყველა არჩევნები მიმდინარეობს ხოლმე აპრიორი ხელისუფლების უპირატესობით, იმიტომ რომ ისე ხდება, რომ ხელისუფლების დანაწილება პრაქტიკულად ვერ მივახციეთ. არა მარტო სასამართლო პროკურატურა, რომელიც დამოუკიდებელი ორგანოები უნდა იყვნენ, პარლამენტი თავისთავად, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობა, როგორც წესი 99%-ით იმ პარტიის ხელშია, რომელიც ქვეყანას მართავს. აი ხა რა მახსენდება, იცით პრაქტიკულად დაახლოებით 10 წლის წინ ვაკეთებდით ძალიან დიდ მიმოხილვას საქართველოში არსებული პოლიტიკური სიტუაციის შესახებ და ის ამერიკელი პროფესორი, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა, სოციოლოგი იყო რა, განსხვავებით ჩემგან, პოლიტიკური მეცნიერების პროფესორისგან და ცოტა სხვა მიდგომები ჰქონდა და აი როცა ვსაუბრობდით, რომ აი საქართველოში რა არის დემოკრატიის გამოწვევები და მე უთხარი, რომ აი ეს ადმინისტრაციული რესურსია ძალიან დიდი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებას ეჭირა. წინა ხელისუფლების დროს, ამ ხელისუფლების დროს, რომელიც აძლევს არათანაბარ პირობებს და უპირატესობას. მან თქვა, რომ იცით რა, აი ამერიკაში ეს პრობლემა გადაჭრილია, იმით რომ ქალაქის მერი შეიძლება იყოს რესპუბლიკელი, გუბერნატორი შეიძლება იყოს დემოკრატი, პრეზიდენტი იყოს მერე ისევ რესპუბლიკელი და ასე შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ნიშნავს იმას, რომ რომც უნდოდეს ამა თუ იმ პარტიას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ამას ვერ შეძლებს. ამას ვერ შეძლებს, იმიტომ რომ ერთ ქალაქში ერთი პარტიის წარმომადგენელია, მეორე ქალაქში მეორე პარტიის წარმომადგენელია და უკვე ვინმეს კეთილ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული ის, რომ გაჩუქებს თუ არა დემოკრატიას, ხო? არამედ პრაქტიკულად ასეა. აი ჩვენ სწორედ ასე უნდა დავიწყოთ, აი ესე უნდა მოხდეს, რომ ნელ-ნელა მივხვდეთ ის, რომ შესაძლებელია შენ დამარცხდე და არ განადგურდე. ხო? შესაძლებელია წახვიდე, ვთქვათ, ხელისუფლებიდან, მაგრამ ის, რაც კანონიერად მოპოვებული გაქვს, კანონიერი დანატოვარი გაქვს ქვეყნისთვის, ხო? ის შენარჩუნდეს და არავინ არ გადაწვას და არ თქვა იმ კარგზეც, რაც გაგიკეთებია, რომ ცუდია. და ის მაგონებს რას იცით, რომ აი მე როდესაც პატარა ვიყავი, აი საბჭოთა კავშირის დროს 7-8 წლის მაშინაც როგორც ჩანს პოლიტიკით ვიყავი დაინტერესებული და რო იყო ხოლმე ცვლილება, აი თქვა ბრეჟნევი გარდაიცვალა და მოვიდა ანდროპოვი, სულ მიკვირდა რომ აი როგორ ხდება, რომ აი ეს ახალი რომ მოდის, ყველაფერს რაც ძველმა გააკეთა ამბობს რომ ცუდია. მერე მოდის კიდე ახალი, ის ამბობს რომ არა, იცი რა, ისიც ცუდი იყო და აი ესე გაუთავებლად დაწყებული ლენინი, სტალინი, ხრუშოვი, აი სულ ასე საბჭოთა ეს ტრადიცია სამწუხაროდ გაგრძელდა ჩვენთან. ხო? ანუ იმის აღქმაც კი რომ შეიძლება არსებობდეს ხელისუფლება, რომელმაც გააკეთა კარგიც და ცუდიც, არ გვინდა ცუდი, მაგრამ კარგი დავტოვოთ. აი ამას ვერ მივახციეთ აქამდე. მაინც ხელისუფლება დარწმუნებულია და იმედი აქვს, რომ დასავლეთთან ურთიერთობა იქნება უახლოეს პერიოდში გადატვირთული და ერთ-ერთი საფუძველი, რითაც ამყარებს საკუთარ განცხადებებს და ოპტიმისტურ პროგნოზებს, არის თუნდაც USAID-ის ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმართ დონალდ ტრამპის და მისი გუნდის ზოგადად ძალიან მკაცრი განცხადებები და უკვე ბრალდებებიც კი, ვთქვათ, კორუფციის, თაღლითობის, კრიმინალური საქმიანობის შესახებ და ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანის გეგმაც არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება წლების განმავლობაში ასევე აკრიტიკებდა USAID-ს, იგივე ისფერთან დაკავშირებით, პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით, როდესაც უზუსტობები გამოვლინდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს. შესაბამისად, შეიძლება თუ არა, რომ რაიმე გავლენა ჰქონდეს ტრამპის აი ასეთ მკაცრ მიდგომას USAID-ის მიმართ და საგარეო დახმარების პროგრამის დროებით შეჩერება საქართველოზე, სადაც ასევე სააგენტო ძალიან ბევრი პროექტით არის წარმოდგენილი უკვე მრავალი წელია. კი, მათ შორის ძალიან ბევრი ჰუმანიტარული პროექტითაც, ხო? ეს არის მისი ერთ-ერთი აი ხა მე უკვე ექსპერტის დარგში რო გადავიდე და გიპასუხოთ, გეტყვით რომ USAID-ის შეჩერება ეს არის აბსოლუტურად შიდა პოლიტიკური დაკვეთა, რომელიც ტრამპმა განახორციელა და ეს არის, მე ვიტყოდი, ამერიკაში ჩადებული იზოლაციონიზმის მარცვალი, რომელიც ხან იფეთქებს და ხან ისე უკანა პლანზე გადადის. რას ნიშნავს ეს? ის ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა გაიმარჯვა ზოგადად იმ დღის წესრიგით, რომელიც ამბობს, რომ ამერიკა ამერიკელებისთვის, ხო, ამერიკა უპირველეს ყოვლისა. USAID არის ორგანიზაცია, რომელიც მთელი მსოფლიოს პრობლემების მოგვარებას ცდილობდა უკვე
ისე როგორც თქვა თვითონ თვლიდა საჭიროდ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ბიუჯეტის ძალიან მცირე უმნიშვნელო ნაწილი იყო USA-ზე გამოყოფილი, აი იმ ამერიკელისთვის, რომელიც მიჩიგანში ცხოვრობს და ფერმერია, ხო? მას მიაჩნია, რომ თითოეული კაპიკიც კი, რომელიც თქვა გასულია ამერიკის ბიუჯეტიდან და ეხმარება, თქვა ღაზაში მყოფ მშიერ ბავშვებს, არ იხარჯება ისე, როგორც საჭიროა და უნდა დახარჯულიყო ამერიკაზე. აი ხა მაგალითად ჩემმა მეგობარმა, რომელიც USA-დის და ასე დანარჩენების დიდი ის არის, ასე ვთქვათ, მეტოქე და ასე ვთქვათ, შეთქმულების თეორიებისა და კონსპირაციების და deep state-ის მიმდევარი, გაუმიგზავნა ესეთი ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ჩვეულებრივი ამერიკელი თითქოს გვიხსნის იმას, რომ რანაირი იყო USA და თურმე სულ რაღაც მილიარდ ნახევარია საჭირო მიჩიგანის ერთ-ერთ ქალაქში, რომ განიტვირთოს ტრაფიკი, ხო? და ამ დროს თურმე USA-დი ეხმარება ვიღაცას პრეზერვატივებით, რომ არ გავრცელდეს შიცი, ხო? და ამას რომ აი რაში გვაინტერესებს იქ სადღაც აფრიკაში გავრცელდება თუ არა რაღაც ავადმყოფობა, როდესაც აქ მიჩიგანის მოსახლეობა 20 წუთით ნაკლები იქნება ტრაფიკში. ხო, აი ამაზე არის აგებული ეს თლი USA-დის იდეა, ხო? ხა მეორეს მხრივ ქართული ოცნების მესეურები რომ ამას საუბრობენ, ისიც უნდა გავიგოთ, რომ ამას საუბრობენ არა ერთმანეთში, ამას საუბრობენ ფართო აუდიტორიისთვის. რომ ყველას კონდეს რწმენა იმისა, რომ აი ყველაფერი მოგვარდება, აი ხო ხედავ USA-დი, რომელიც ჩვენ ადრევე ჩავთვალეთ როგორც მტერი, ხომ, აი თურმე რა მოუვიდა USA-ს. ამ დროს მარტო USA-დი ხო არ ჩაუთვლიათ ესე არა, ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებელ ას, რომელიც კრიტიკულია, ხომ, ხელისუფლების მიმართ, ხარს უჭერდა, ჩაითვალა რომ პრობლემაა. შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა იგივე სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ილონ მასკის დღევანდელი განცხადება, სადაც მან თქვა, რომ იქიდან რასაც USAID აკეთებდა, ბევრი რამ გავლენას ახდენ დაარჩენებს იმგვარად, რაც ჩემი აზრით იყო საეჭვო. ამ განცხადებასაც ასევე იყენებენ თავისი ნარატივის გასავრცელებლად მმართველი გუნდის ლიდერები, მით უფრო რომ მათი მხრიდან პირდაპირ კეთდება განცხადებები იმის შესახებ, რომ USAID პირდაპირ საარჩევნო მიზნებით ერეოდა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში და არასამთავრობო ორგანიზაციების თუ პოლიტიკური ჯგუფების გავლით პოლიტიკური მიზნებისთვის ხარჯავდა თანხებს. აი, იცით, ამ ზუსტად ამ ილონ მასკზე და მის გუნდზე ისეთი რამეებია უკვე ცნობილი ხდება, რომ ადამიანები, რომლებიც მასთან მუშაობდნენ როგორც ინტერნების სტაჟიორები, ხო? დღეს აწყობენ USAID-ის წმენდას. აი დაახლოებით ისეთი სიტუაცია, როგორც 60-იან წლებში კულტურული რევოლუცია იყო ჩინეთში, როდესაც სკოლის მოსწავლეებმა პროფესორები გამოყარეს და გაუშვეს ფერმაში ძროხების მწველავად, რომ ეგრძნოთ რა არის ურთიერთობა ხალხთან. ეხლა დაახლოებით ესეა, რომ ეს ვთქვათ, ახალი ადამიანები, რომელთაც არანაირი გამოცდილება არ აქვს, მივიდნენ და აი ნაჯახით იწყებენ ამ ბიუროკრატიის მსხვერპლს. USAID-ში რომ ბიუროკრატია იყო, ამაზე ბუნებრივია, რომ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ის მიდგომები, რომელიც ილონ მასკს გააჩნია და ხა თუ გავიხსენებთ მის ფაშისტურ მისალმებას და კიდე სხვა, ასე ვთქვათ, ჟესტებს, რომელიც მას ახასიათებს, ხო? მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ეს აპრიორი ჩავთვალოთ, როგორც ესე კარგად გააზრებული, რაციონალური და პრაგმატული მიდგომა, რომელიც ეყრდნობა რაიმე კვლევებს, ხომ? არა, ეს არის შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ იქ რაღაცა დახურული იყო, ტრამპის დღის წესრიგისთვის ეს საწინააღმდეგოა და მივდივართ ამ გზით, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ აი ტრამპის შემთხვევაში ტრამპმა ერთ-ერთი რაც გააკეთა, ეს არის გაიწვია ეს ფარა, ხო? ეს ამერიკული კანონი უცხოური გავლენების შესახებ, ჯგუფი, რომელიც მუშაობდა. ხო, და მთლიანად ეს კანონის და ამასთან ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ეს რომელსაც ესე ქართული ოცნება ეძახოდა, რომ ჩვენი ამერიკული კანონია და არა რუსული კანონი და აგერ ხო ხედავთ, ეს იყო ზუსტად ტრამპმა გაიწვია ეს კანონის და მთელი ის ასე ვთქვათ გუნდიც, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული, ამიტომ მინდა ვთქვა, რომ ეს USA-თან დაკავშირებული მოვლენები, ფარასთან დაკავშირებული მოვლენები, ეს არის მთლიანად ორიენტირებული ამერიკის შიდა აუდიტორიაზე და ტრამპის დღის წესრიგზე, ეს არ არის კავშირი რაიმე გლობალურ პოლიტიკასთან. ანუ აი ამ ძიმე განცხადებებსაც ვთქვათ მათი კორუმპირებულობის, კრიმინალური საქმიანობით, იგივე ძალიან ბევრი მძიმე ბრალდება გაღჟერდა, ეს მხოლოდ აი ამ კონტექსტში განიხილავთ თქვენ? მე განვიხილავ, რომ დატვირთვა რისთვისაც ეს გაკეთდა, ეს არის შიდა აუდიტორიისთვის. ეფექტები ბუნებრივია მთელი მსოფლიოსთვის ექნება. ამას ეფექტები მთელი მსოფლიოსთვის ექნება, მაგრამ რა ეფექტი შეიძლება ჰქონდეს? პირველ რიგში რა თქმა უნდა საინტერესოა საქართველოს კუთხით. საქართველოს კუთხით ახლა უკვე აქვს ეფექტები ის, რომ მე მგონი აი სამ თვეში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ქვეყანას ეხმარებოდა, ნუ კარგია რომ არ შეჩერდა თქვათ ისეთი პროექტი, რომელიც HIV-ით ინფიცირებულებს შეეხებოდა და ის რაღაცები ამაზე მოუწია ტრამპს უკან დახევა, მაგრამ მნიშვნელოვანი პროექტები ჩერდება. სხვადასხვა აღნიშნა, რომ პროექტების ნაწილი არის ღირებულიო,
მოგწონს კრიტიკის მერე თორე თავიდან ყველაფრის მოხსნა უნდათ, მაგრამ მე როდესაც უკვე მათმა მომხრეებმაც კი რესპუბლიკელებმაც თქვეს რომ არა არის რაღაც პროექტები რომელსაც მორატორიუმი უნდა გავრცელდეს და უნდა გაგრძელდეს ამ პროექტების არსებობა ეს გაგრძელდა, მაგრამ მე რასაც ვხედავ ეს იქნება რომ გადახალისება მოხდება იმის, იმიტომ რომ USAID რეალურად ასრულებდა იმ ფუნქციას, რომ დემოკრატიის იდეალები, თავისუფლების იდეალები და ადამიანის უფლებები, ხო, აი მაგალითად ის რომ ხალი კაცის თანასწორია, ხო, ეს ყველა ქვეყანაში არ არის ფლად ისე მიღებული და ჩვენც ძალიან დიდი ნაბიჯების გადადგმა გვიწევს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც პროგრესი ამ მიმართებით არის. აი ამ იდეების გავრცელებას რომ შეუწყოს ხელი, ეს არის ამერიკის მისია, ამას ერქმევა USAID თუ სახელმწიფო დეპარტამენტთან დაქვემდებარებული რომელიმე სააგენტო. ამიტომ ეს არ შეიძლება. შეიძლება უბრალოდ ის, რომ უფრო მეტი კონტროლი ექნება ხელისუფლებას, ტრამპის ხელისუფლებასაც და მათ შორის შემდეგსაც, რომელიც მოვა ამ სააგენტოზე და მე მგონია, რომ ეს უფრო წაადგება საქმეს, იმიტომ რომ რეალურად რაც ხდება ხოლმე ასეთი ორგანიზაციების შემთხვევაში, რომლებიც ძალიან დიდი ხანია არსებობენ, ეს არის რომ მათი საოპერაციო ხარჯები არის ხოლმე ძალიან მაღალი და ბენეფიციართან შედარებით ნაკლები სარგებელი მიდის. მე ვიტყოდი რომ ეს შეიძლება საშუალოვადიან პერიოდში კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი იყოს სოფლიო დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის. უშუალოდ ძალიან ხშირად გარდა USAID-ის მიმართ საკუთარ მკაცრი მიდგომებისა და მოკლევის დაწყებისა მის საქმიანობის მიმართ, ასევე ხელისუფლება ხშირად ეყრდნობა დონალდ ტრამპის სამშვიდობო პოლიტიკას და მის დაპირებას, რომელიც იყო მთელი წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი რუსეთ-უკრაინას შორის ომის, რაც შეიძლება სწრაფად დასრულების შესახებ და სწორედ თქვა ეს USAID-ის მიმართ მიდგომებები მეორე მხრივ სამშვიდობო პოლიტიკის გათვალისწინებით მართლ გუნდს კიდევ უფრო ეს ყველაფერი უძლიერებს ოპტიმისტურ პროგნოზს, რომ დასავლეთთან სტრატეგიული ურთიერთობა აღდგება. ამ განცხადებებს აქვს თუ არა სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით საფუძვლები? სამწუხაროდ არა, იცით რატო? იმიტომ რომ აი ტრამპი ოპტიმისტურ პროგნოზს ხო, აი ეხლა გეტყვით რატო არა, იმიტომ რომ ტრამპი ნამდვილად არის ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც აი აღებმიცემობაზე აკეთებს აქცენტს, ხო, აი transaction politics ქვია ინგლისურად, აი რაღაცას თუ მოგცემ, ესე იგი შენგან რაღაც უნდა მივიღო, ხო? ამის მიუხედავად ზოგი მისი განცხადება უფრო მაინც გათვლილი იყო საარჩევნო კამპანიაზე. თუ გახსოვთ, მან თქვა რომ მე რომ ხელისუფლებაში ვიყო, ერთ დღეში დამთავრდება უკრაინის ომი. დამთავრდა? არა, იმიტომ რომ პრობლემები, რომელიც არსებობს საერთაშორისო პოლიტიკაში, კომპლექსური ხასიათის არის. ერთი ხელის მოსმით მათი გადაჭრა არ შეიძლება. თუმცა, აი ნახეთ მე მისი განცხადება, რომელიც ამბობს, რომ აი მე უკრაინის მხარდაჭერას გავაგრძელებ, თუ კი ის მომცემს, ასე ვთქვათ, გარანტიებს, რომ გამოვიყენებ მის იშვიათ მეტალებსა და მადნებს, ხო? გახსოვთ ესეთი რამე, აი რომ ჩავდოთ ეს როგორც ასე ვთქვათ, იპოთეკაში ფაქტიურად. ანუ ნახეთ რა თქვა მე უკვე უფასოდ კი აღარ მივცემ იმ დახმარებას, რომელსაც ვაძლევ. არამედ უნდა მქონდეს რაღაც გარანტიები, რომ ამ ფულის ამოღება შევძლო. ანუ ბიზნესის გადმოტანა პოლიტიკაში. იგივე ბიზნესის გადმოტანა პოლიტიკაში რატომ არ არის კარგი ქართული ოცნებისთვის? იმიტომ რომ საქართველოს სამწუხაროდ საბედნიეროდ ამ შემთხვევაში საბედნიეროდ, იმიტომ რომ მე დემოკრატიის მომხრე ვარ. საბედნიეროდ ჩვენ არ აგვაქვს ისეთი რესურსი, რაც თვალს დაახუჭიდებდა ტრამპს და ათქმევინებდა, რომ იცით რა, აი საქართველოს იმხელა ოქროს მარაგი აქვს, ან იმხელა ნავთობის მარაგი აქვს, რომ იყოს იქ ავტორიტარული ხელისუფლება, ჩვენ გვყავს ავტორიტარი პარტნიორები, მაგალითად როგორც საუდის არაბეთი, ხო? აქედან გამომდინარე, მართლაც მივიღოთ ქართული ოცნებისგან ის შემოთავაზება, რომ დაჩაგრონ თავიანთი ხალხი როგორც უნდათ, თუ იქნებიან ჩვენს მხარეზე. აი სამწუხაროდ საქართველოს ეს არა აქვს. საქართველოს ერთადერთი რაც აქვს, ეს არის ხალხი, რომელსაც გააჩნია პოტენციალი, რომ განვითარდეს თავისუფალი ხალხი, ევროპული გაგების ხალხი, მაგრამ ეს ევროპული გაგების ხალხი თუ თulis რომ ხელისუფლება არა ლეგიტიმურია და არ ემორჩილება მის კანონებს, არ ცნობს მას კანონიერად, ფაქტიურად შენ გაქვს ქვეყანა, რომელიც სარგებელს ვერ მოგცემს. ამიტომ არის ეს მსჯელობა პრობლემური და ამიტომ არის რომ ჩვენი ხელისუფლება ცდილობს გაიხედოს უფრო სამხრეთისკენ. აი ამ არაბული ქვეყნებისკენ, ხომ დუბაი, აბუ-დაბი, აი სადაც ემირის მმართველობა და ასე შემდეგ უფრო მიღებული ფორმა არის ურთიერთობის, მაგრამ ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ იყო მიჩვეული ამას ასე თუ ისე. და მით უმეტეს ამ დამოუკიდებლობის წლებმა
ჩვენი ხალხი გახადა ისეთი, რომ ძალიან ძნელი იქნება მათი გადაქცევა. ახლა მცდელობები აქვს ქართულ ოცნებას, რომ თუნდაც თქვა და არასაჯაროდ სხვადასხვა დიპლომატიური არხით მოაგვაროს და აღადგინოს სტრატეგიული ურთიერთობები, ანუ აი თქვენ როგორ ფიქრობთ? მე მგონია, რომ მათი მთავარი გზავნილი, რომელიც მიდის დასავლეთთან, არის ის, რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენი პარტნიორები ისეთი, როგორიც არის საუდის არაბეთი, ისეთი, როგორიც შეიძლება იყოს თქვა აზერბაიჯანი. ანუ ისეთი, როდესაც ჩვენ არ გვეტყვით იმას, რომ აი რატო ჩაგრავთ საკუთარ ხალხს, რატო არ არის გამოძიებული არც ერთი საქმე, როდესაც პოლიციელი თქვათ უკვე განეიტრალებულ ახალგაზრდას ფეხით ახტებათ შექმნით, ხო? აი ამას რომ არ ვკითხავთ, მაგრამ ვიქნებით თქვენს მხარეზე, ეს არის ჩვენი იდეალური, ასე ვთქვათ, ურთიერთობა, მაგრამ როგორც გითხარით, აი ამის საფუძველი უნდა იყოს მაშინ რაიმე ბუნებრივი რესურსი. ხალხი ამის საფუძველი არ არის, იმიტომ რომ ხალხი და ემორჩილებოდეს მაშინ ხელისუფლებას და თვლიდეს რომ ის კანონიერია და სწორად იქცევა, როცა ასე იქცევა, ხო? და ეს რო არა გაქვს, მაშინ ეს უკვე რჩება პროპაგანდად იმისთვის, რომ შიდა პარტიული პოზიცია განიმტკიცო, ხო? ანუ აი გამოხვიდე და თქვა, რომ აი ჩვენ მაგრად ვდგევართ, საქციები არ მაინტერესებს, ხოხობი მიყვარს აფრენილი და ასე შემდეგ და ამით ხო ხდებით, აი უფრო მეტი ყურადღება დაიმსახურო თვითონ პარტიის შიგნით, მაგრამ ეს ქვეყნის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. სწორედ ამაზე მინდა კითხოთ, რომ ანუ გრძელდება საპროტესტო აქციები და მეორე მხრივ ჩვენ გვესმის მართველი გუნდის მხრიდან ყოველდღურად განცხადებები, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდება, რომ ისინი არ აპირებენ ამ დემონსტრანტების მოთხოვნების გათვალისწინებას და ჩვენ ნახეთ, რომ პროტესტის კანონის ჩარჩოებში და კანონის ფარგლებში მოქცევის არგუმენტით გამკაცდა სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ საბარდალდარღვევათა კოდექსებიც, ასევე შეკრების და მანიფესტაციების შესახებ კანონიც, ხო? შესაბამისად, აი მართველი გუნდის ასეთი დამოკიდებულების და გზავნილების ფონზე როგორ გესახებათ შემდგომ მაშინ აი რა ფინალი შეიძლება ჰქონდეს მთელ ამ პროცესებს, რომლებიც დაიწყო 28 ნოემბრის შემდეგ, ანუ მაინც ფიქრობთ, რომ ხელისუფლებას მოუწევს ახალი არჩევნების დანიშვნა იმ რიტორიკის გათვალისწინებით, რაც უკვე აღნიშნა. საქართველოს ინტერესებს თუ გაითვალისწინებს, რა თქმა უნდა მოუწევს. როდესაც ეროვნული ინტერესები დგება ყველაზე წინ და არა პარტიული ინტერესები, ამ დროს სავსებით მისასალმებელია და მე ვიტყოდი, რომ სადღესასწაულო და ჩინებული იქნება გადაწყვეტილება, როდესაც შეცვლის ხელისუფლება იმ, ასე ვთქვათ, სიტყვას, რომელიც თქვა, რომ არასოდეს არ იქნება არჩევნები, ან იქნება 4 წლის მერე. თუ კი ნახავს იმას, რომ საქართველოს ინტერესი და მისი განვითარების შესაძლებლობა სწორედ ამაში დგას. სწორედ ეს მინდა რომ მოხდეს, ეს უნდა გვინდოდეს ყველას რომ მოხდეს, რომ დაიწყოს აი ეს დიდი შერიგება. ეხლა ჩვენ გვაქვს რეალურად ისეთი სიტუაცია, როდესაც ხელისუფლებას აქვს ძალაუფლების პერკეტები. როგორც არის პოლიცია, როგორც არის პროკურატურა, რომელიც მას ემსახურება, სასამართლო, რომელიც პრაქტიკულად ყველა იმ დავალებას ასრულებს, რომელსაც ხელისუფლება მისცემს. ადგილობრივი ხელისუფლება მთლიანად კონტროლს ქვეშ არის, ხო? მაგრამ მეორეს მხრივ არის ხალხი, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ არ შევეგუებით აი ამ დიქტატურის დამყარების მცდელობას და გვაქვს აი ესეთი რასაც ქვია ჩიხი, ხო? ამ ჩიხის დროს აუცილებელია გააზრება იმისა, რომ კომპრომისი არის ერთადერთი გამოსავალი. განგრძობითი შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ორივე მხარე გადარჩეს. ორივე მხარე რომ გადარჩეს, ამისთვის უნდა დაიწყოს ნამდვილი მოლაპარაკება. ანუ ის კი არა რომ აი ახალგაზრდებს დაველაპარაკები და ჭკუას ვასწავლი. ეს რაღაც სხვა. პოლიტიკურ მხარეებს შორის, ხო? ანუ პირდაპირ ქართულ ოცნებასა და თქვათ ოპოზიციას შორის. დაიწყოს მოლაპარაკება იმის თაობაზე, რომ აი ხედავთ, ჩვენს ხელშია ძალა, თქვენს ხელში არის თქვათ სიტყვაზე ის ხალხი, რომელიც არ გაჩერდება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ რა კანონები არ უნდა მივიღოთ, აი მაგალითად დავაბრუნოთ ის კანონები, რომელიც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, ხო? აი როდესაც შენგიწევდა წინასწარი ნებართვის მოთხოვნა მერიისგან აქციის ჩასატარებლად. ხო, ეს იყო მაშინ და ქართულმა ოცნებმა ერთ-ერთი პირველი რაც შეცვალა, სწორედ ეს კანონი იყო და ეხლა ამ კანონის ინიციირებას იწყებს. ხო, ანუ ფაქტიურად უბრუნდება იმას, რის წინააღმდეგაც იბრძოდა. თუმცა მართველი გუნდის ლიდერებმა განმარტეს კიდევ წინა გადაცემა სწორედ ამ თემას ეხებოდა, რომ ვალდებულების სახე არ ექნება ინფორმირებას და ეს იქნება უბრალოდ დამატებითი. ხო, ხვდებით, რომ აი ამის მერე იქნება უკვე ვალდებულება, ამის მერე იქნება კიდევ რაღაც არის, როდესაც დაინახავენ, რომ ეს პროტესტი არ ნელდება. არა აქვს მნიშვნელობა, იქ ახლა 1000 კაცი გადაკეტავს ქუჩას თუ 10000, ხო? როგორც ნახეთ, ამას ქართული ოცნებისთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, არც მანამდე, ხო, ხალხის რაოდენობას 300.000-იც რო ყოფილიყო, ამბობდნენ, რომ 30000 იყო, ანუ ამ დათვლას არ აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც ძალა შესწევს პროტესტის, ხო? რომ ყოველ დღე იყოს იქ და დააფიქსიროს, რომ
თulis რომ ქვეყანა არასწორად თქვენ თქვით რომ მოლაპარაკება უნდა დაიწყოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ოპოზიციის როლი და ფუნქცია დღეს როგორ გესახებათ რამდენად ასრულებს ჯერთი რა არის მათი მხარდამჭერების დამორჩევლების დაკვეთა ოპოზიციის მისამართით და ამ დაკვეთას რამდენად ასრულებს ოპოზიცია ამას გეკითხებით იმ სკეპტიციზმის გათვალისწინებით რომელიც თუნდაც რუსთაველის გამზირზე მდგომ მოქალაქეთა ნაწილს სწორედ ოპოზიციური სპექტრის მისამართით აქვს სამწუხაროდ ჩვენი პოლიტიკური კულტურა ითხოვს ხოლმე მომენტალურ შედეგებს იმას რომ ხვალ ყველაფერი უკვე იყოს კარგად ამ დროს ჩვენ გვაქვს ისეთი დიდი გამოწვევა რომელიც არასოდეს არ გქონია ხელისუფლება რომელიც ვერ ახერხებს თუნდაც ერთი ნაბიჯიდაც დაიხიოს უკან იმდენად ეშინია და იმდენად მიაჩნია რომ მყიფეა მისი პოზიცია რომ განსხვავებით წინა შემთხვევებისა აი რომ გავიხსენოთ თქვა გავრილოვის ღამე ან რომელიმე აი ესეთი სხვა კრიზისი სადაც ხელისუფლება წარმატებით ახერხებდა ანუ იმდენად თავდაჯერებული იყო რომ იხევდა უკან მე ისევ მოდიოდა ვთქვათ უფრო ძლიერად ხო აი ეხლა როგორ ჩანს თulis რომ ნებისმიერი უკან დახევა რაც არ უნდა მინიმალური იყოს ეს გამოიწვევს ჩამოშლას ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა ყველასთვის ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპში და აქედან გამომდინარე ალბათ მნიშვნელოვანია ისიც რომ ოპოზიციისგან ხალხმაც გაიგოს ორივე მხარეს რომ ეს არის ჩვენი ერთიანი ქვეყანა და აუცილებელია ამ კრიზისიდან გრძელვადიანი გამოსავლის ძიება რომ აი ამ ჭიდილში საპარლამენტო ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გარდა სხვა რაიმე კომპრომისს ხედავთ შექმნილ ვითარებაში რაზეც შეიძლება ხელისუფლება წავიდეს და რამაც შეიძლება ვთქვათ კრიზისი მეტნაკლებად განუხტოს მე ვიტყოდი რომ თავარი და პირველი ალბათ არის მაღალ დონეზე ისევ დაწყება მოლაპარაკებების პირდაპირ დიალოგის აი როგორც ჩვენ გადაცემის წინ თქვით ხომ თუნდაც დებატების გახსნა პოლიტიკოსებს შორის ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის რომელიც აი უკვე დაგვავიწყდა კიდეც ხომ როდის იყო გამოიწვევდა იმას რომ ხალხის დაახლოება შეიძლება შედგას ჩვეულებრივი მოქალაქეების რომლებიც ერთმანეთს აღარ უსმენენ იმიტომ რომ ორივე მხარეს საკმაო რაოდენობის ხალხი დგას ხომ აი რაც არ უნდა ვთქვათ რომ იქ არიან ვთქვათ ერთი მუჭა რადიკალები ან ძალიან ცოტა არის ქართული ოცნების მომხრე და ყველას აიძულებენ რომ ვთქვათ იყოს მისი მომხრე მე ვთვლი რომ ეს არის მოსახლეობის ისეთი რაოდენობა რომლის უგულებელყოფა და იგნორირების უფლება არც ერთ მხარეს არ აქვს და ჩვენი პოლიტიკოსების ვალია რომ ორივე მხარეს აუხსნათ თუ ვინ ვართ და რა ვართ ხო ახლა ერთ-ერთი გადაცემა იყო არის თქვენ ახავდით ალბათ სადაც იყო საუბარი იმაზე რომ პირდაპირ ვიტყვი ირაკლი რუხაძე იყო მისული გადაცემაში რადიო თავისუფლებაში და თქვა რომ მე იმიტომ მოვედი რომ ველაპარაკო იმ ხალხს რომელიც ჩვენ არ გვისმენს მაგრამ თქვა რომ იმედში არ დაუშვებს იმ ხალხს რომელსაც იმედის მაყურებელი არ უსმენს ხომ ანუ უბრალოდ გამოიყენა და აქეთ წამოვიდა მაგრამ იქით არავის არ მიუშვებს ეს არ არის სწორი მიდგომა მე ვიტყოდი რომ სწორი მიდგომა ზუსტად ის იქნება როდესაც აი თქვენ უნდა დაიწყოთ პირველ რიგში საზოგადოებრივმა მაუწყებელმა თუ ასეთი მზაობა და სურვილი იქნება ორივე მხრიდან გადავასხვებზე ჩვენი სივრცე როგორც ნეიტრალური პლატფორმა შევთავაზოთ იმისთვის რომ იყოს დისკუსიის სივრცე მაგრამ ამისთვის საჭირო რომ ორივე მხრიდან იყოს სურვილი და მზაობა და ბოლოს კითხავთ ახალი პოლიტიკური ძალების გამოჩენის საჭიროებას რამდენად ხედავთ რაც ჩვენ ხშირად გვესმის არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის გამოსვლაში არამედ თვითონ მოქალაქეების მხრიდანაც რომლებიც დგანან რუსთაველის გამზირზე და რომელსაც შესაძლოა ჰქონდეთ თქვათ მიუღებლობა კონკრეტული ოპოზიციური პოლიტიკური ძალების აი ჩვენ თავისუფლების მოედანი ვართ ახალი პოლიტიკური ძალა ჩვენ ჩავთვალეთ რომ ეს იყო ჩვენი აი ის კი არა რომ აი ვიღაცა დაგიკვეთავს და უნდა გააკეთო ჩვენ ჩავთვალეთ რომ ჩვენი ვალდებულება რომ ამ ფორმით ვემსახუროთ ქვეყანას თუმცა თქვენი ცალკე პოზიციონირება არ მოხდა წინა საარჩევნოდ და იყავით ძლიერ საქართველოსთან კოალიციურ ფორმატში კი წინა საარჩევნოდ ისეთი კონიუნქტურა იყო როდესაც მე ვიტყოდი რომ არასწორად ჩაითვლებოდა რომ კიდევ ძაცალკევებულიყო და ფრაგმენტაცია მომხდარიყო ოპოზიციური ფლანგის გამომდინარე ვთქვათ იმ კონტექსტიდან რომელიც საქართველოს აქვს როგორც ჩამოუყალიბებელ დემოკრატიულ ქვეყანას ხომ სადაც ამხელა რესურსი აქვს ხელისუფლებას მაგრამ ახლა როდესაც ყოველ შემთხვევაში ეს არჩევნები ჩამთავრდა, ხომ? აუცილებელია რომ შეიქმნას ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც თulis რომ პოლიტიკა არ არის ბინძური საქმე, რომელიც თulis რომ პოლიტიკაში მოსვლა ეს უნდა იყოს ჩვეულებრივი რამ, იდენტობის კიდევ ერთი ნაწილი. აი მაგალითად მე პარალელურად ვარ პროფესორი.
ის რომ მე პოლიტიკაში მოვედი არ უნდა ნიშნავდეს იმას რომ მე პროფესორი არა ვარ. Პირიქით, ინჟინერიც უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული, ექიმიც უნდა იყოს პოლიტიკაში ჩართული, იმიტომ რომ პოლიტიკა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც შეიძლება ადამიანმა აკეთოს. რატო? იმიტომ რომ ადვოკატმა თავისი ფუნქცია რო შეასრულოს, მოსამართლე რომ მოსამართლე იყოს ნამდვილად, ექიმი რომ ექიმი იყოს, ამისთვის საჭიროა სახელმწიფო, რომელიც იმართება პოლიტიკური კანონებით. თუ პოლიტიკაში მარტო პროფესიონალმა პოლიტიკოსმა მიიღოს საქმე და არც არსებობს ესეთი რამე, ხო? პოლიტიკური მეცნიერი შეიძლება არსებობდეს, მაგრამ პოლიტიკოსი არ არსებობს. მაშინ ეს ქვეყანა დარჩება ვის 1%, ხო, რომელმაც თქვა, რომ ჩემთვის პროსტა კარიერა არის, ხო, უბრალოდ ეს პოლიტიკა. ასე არ არის რა. და თქვენი გეგმა როგორი არის? ანუ აპირებთ რომ პოლიტიკურ პარტიად გარდაიქმნოთ, იმიტომ რომ ჯერ არის მოძრაობის სახე, აი როგორი არის უფრო რომ დაგვიკონკრეტოთ უახლოესი გეგმა. ჩვენ გვინდა რომ და ჩვენი იდეალი, აი მე და ლევანი რომ 2010 წლიდან, როდესაც პოლიტიკური პარტიების ტრენინგს ვაკეთებთ, მათ შორის ქართული ოცნების, როდესაც ის იყო ოპოზიციაში, სტრატეგიულ გეგმაზეც მუშაობდით, სხვათა შორის გრანტებით იყო ეს ყველაფერი, ხო, რომელიც დასავლეთიდან მოდიოდა. შემდეგ უკვე სხვა ოპოზიციას ვატრენინგებდით. რატო? იმიტომ რომ ჩვენ თვლიდით, რომ მოსახლეობისთვის, ჩვეულებრივი ადამიანისთვის კონკურენცია პოლიტიკურ გარემოში იძლევა უკეთესის მიღების საშუალებას. როგორც ბიზნესში ცუდია მონოპოლია, აი მარტო ერთი ბანკი რო იყოს, მარტო ერთი კარტოფილის გამყიდველი რო იყოს, ხო, რაფასაც უნდა იმას დაადებს და უფრო ნაკლები და ნაკლები შეგვდება. რაც უფრო დიდი იქნება კონკურენცია პოლიტიკურ არენაზე, ხო, მით უფრო უკეთესი იქნება ეს მოსახლეობისთვის და ამიტომ თვლით, რომ ჩვენ გვინდა ისეთი პარტია შევქმნათ, ძელვადიანად, სადაც პირდაპირ ვიქნებით ჩვენს წევრებზე დამოკიდებული. მათ კეთილნებაზე დავრჩეთ თუ არა ამ პარტიის ლიდერად. და როდის იკეთება ეს? მარტის დასაწყისში. მარტის პრეზენტაციას გეგმავთ უკვე. მარტის დასაწყისში ვაკეთებთ ამ ყველაფერს. და ახალი წევრებიც გეყოლებენ თუ ისად? რა თქმა უნდა, ახალ წევრებს ახლა არაფორმალურად ისედაც ვღებულობთ, მაგრამ ფორმალურად პარტია არა ვართ. არის ძალიან დიდი ინტერესიც, მაგრამ ხა თავარი არის კომუნიკაციის ხალხამდე მიტანა, რაც ცოტა ჭირს ჩვენს გარემოში მოგეხსენებათ რატომაც. დიდი მადლობა ბაკურ კვაშილავა, პოლიტიკური მოძრაობის თავისუფლების მოედანი გენერალური მდივანი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. დავემშვიდობებით